მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მოქალაქეები დღესაც იკრიბებიან ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას. თქვენ როგორც იცით, ეს აქციები იმართება გასული წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, როცა ქართული ოცნების მთავრობამ პრაქტიკულად შეწყვიტა და შეაჩერა ევროინტეგრაციის კურსი. ცნობილია ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, როცა მან თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე. სწორედ ეს განცხადება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის, საქართველოსთვის აღმოჩნდა მიუღებელი, რადგანაც ამ დრომდე არ მხოლოდ ბათუმში და თბილისში, ანუ დიდ ქალაქებში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში ისმის მოქალაქეების პროტესტის ხმა, რომ ისინი არ დაუშვებენ დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში და არ დაუშვებენ იმას, რომ ამ ქვეყნის გზა იყოს ჩაკეტილი ევროპისკენ, რადგანაც ძალიან პირდაპირ ჩანს საფრთხე, რომ თუ საქართველო იქნება იზოლირებული ევროპელი და დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, ანუ მეგობრების და პარტნიორების გარეშე, აგრესორი რუსეთის პირისპირ ეს პირდაპირ შეუქმნის საფრთხეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ამიტომაც მოქალაქეები ამ დრომდე დგანან ქუჩაში, მათ შორის ნებისმიერ ამინდში უწყვეტად გრძელდება ეს საპროტესტო აქციები. მათ შორის იმართება პროევროპული საპროტესტო აქცია დღესაც ბათუმში. მე მინდა დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ვესაუბრო ინვესტიციებზე, რაზეც გველაპარაკება ქართული ოცნების არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური მთავრობა. გულისხმობ არაბულ ინვესტიციებს, სადაც საუბარია ძალიან დიდი მასშტაბის ტერიტორიების გადაცემაზე ინვესტორებისთვის და 6 მილიარდი დოლარის მოწილობის ინვესტიციაზე, მაშინ როცა ხელშეკრულება არის გაუმჭვირვალე და ინვესტორთან დადებულ ხელშეკრულებას ქართული ოცნების მთავრობა არ ასაჯაროებს. რას ნიშნავს ამოცემულობაში უცხოური ინვესტიციის შემოსვლა ქვეყანაში, როცა ბიზნესმენთან ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების დეტალები არის უცნობი. მე ამ და სხვა მიმდინარე და ბოლო პოლიტიკურ მოვლენებზე მინდა ვესაუბრო ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ. ბატონებო, მოდით თქვენ დავიწყებ. ლევან ხორავამ, პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. დღეს მინდა გესაუბროთ არაბულ ინვესტიციებზე, რას ფიქრობთ თქვენ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ხელშეკრულება არის გაუმჭვირვალე და არ გვეუბნება ქართული ოცნების მთავრობა, თუ რა პირობით შემოვა ის ინვესტიცია საქართველოში, თანაც საუბარია 6 მილიარდ დოლარზე, 6 მილიარდ დოლარიან ინვესტიციაზე. ფაქტი არის ერთი. გასაჯაროება არ ხდება რატო? იმიტომ რომ ესე იგი რაღაც აფრთხო რეალურად ჩვენი დამოკიდებულება მათდამი ქართულ ოცნებაზეა საუბარი, ხო, აბსოლუტურად არის გაწყვეტილი ზღვარი ნდობის ფაქტორში, ხო? არანაირი ნდობა მათი არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მოხდა და ფაქტიურად ყოველდღიურად ხდება უარყოფა იმისი, რასაც თვითონ ამბობენ. არა მხოლოდ საკითხები სხვადასხვა, არამედ პიროვნებებისაც კი უშირო ხალხს აღმერთებენ, დღეს ტარსოს ხალხსაგინებენ და იმხელა მარაზმში არიან გადასული, რომ სასამართლოზეც კი არ მიდიან, მეგობარს რო უძახოდნენ და რამის იყო საქართველოს აღმაშენებლად ამბობდნენ, გვარებს არ ვასახელებ, ხო, დღეს სასამართლოზე აღარ მიდიან. რა ხდება ესე ქართული ოცნების შიგნით? კორუფციას ვებრძვით, ასეთია მათი ოფიციალური განაცხადი. წაწაღებული ხალხს ეჭიდებოდა ვისია მაგათი საკითხი. ჯერ ესეთი სავარაუდოდ მაგ არავითარი კორუფციაზე ბრძოლა არა, იმიტომ რომ კორუფციაზე ბრძოლა რომ დონებოდათ აქამდე ქონდათ მაგის საშუალება და ყველანაირი მოტივი, ხო? იცოდნენ, თუ ოპოზიცია მიცოდა, ყველაფერი მათ ხელში იყო, ხო? ფაქტია ეს. მედია წერდა ასევე ამ ფაქტების შესახებ ბოლო წლების განმავლობაში, ხო? ეს არის რაღაც ახალი ამბავი. ისე გაკურებული ამბობენ, რომ ასე მე უბრალოდ სხვა რამე მიკვის ქართველი კაცი, ნუ ყოველ შემთხვევაში კაი სახელი გვარი ხო აქვს ქართული არა, ყველაფერს თავი დავანებოთ. ბიჭო, ასე რა დონეზე უნდა დაეცეს, რომ ადამიანად ერთად, ვისთანაც ერთად ჭამდნენ, ვისთან ერთად სვამდნენ. ენთიში მისჩას სიტუაციაში იგივე არის, ხო? მაგი ხალხი არის, ხო, რომლებიც სკამზე დამდგარი სათგზელოებს სვამდნენ მისჩასი. იგივე ხალხი არა, მარაზმია. მე უბრალოდ მათი მხარდამჭერების მიკვილს
დღეს კიდე რაღაც ასპექტში ხო დარჩა ვიღაცა ხო აი არ ვიცი გულისამრევია რაც შეეხება არაბების თემას ეს არის ძალიან მტკივნეული თემა საქართველოსთვის რა რატო იმიტომ რომ ყველას გვახსოვს რომ რამხელა ბრძოლებია გადატანილი ძალიან დიდი განსხვავება მენტალიტეტში ჩვენსა და მათ შორის და ბევრ რამეშია განსხვავება ხო პლუს ძალიან დიდი სისხლია დაღვილი საქართველოსთვის მიუხედავად იმისა რომ ბევრი საუკუნეა გასული და ქართველისთვის ყოველთვის იქნება მტკივნეული ეს თემა და ყოველთვის იქნება საფრთხილო მით უმეტეს იმისა რომ განვითარებაზე როცა საუბარი რო თქვა რომ რაღაცა განვითარდა და რაღაც ცივილიზაციის უმაღლეს მწვერვალზე არიან ასე არაა ხო ფაქტი არის ფაქტი უმთავრესი ალბათ არის რომ ჩვენთვის უცნობია პირობები ხო რა პირობებით შემოდის ეს ინვესტორი ამ ქვეყანაში ხელა ტერიტორიის გადაცემა და ქალაქების აშენება ფაქტიურად მიწის გაყიდვა არაბის არა უფლება საქართველოს მიწა გაყიდოს როდესაც ინვესტიციაზეა ლაპარაკი ჩვენ ინვესტიციას რას უზახით გააჩნია შენ აიღო და საქართველოს მიწა გაყიდო ხო იქ აშენო ქალაქ ფაქტიურად ბომბს აი აღმიდება რა პირდაპირ მნიშვნელობით იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ისტორიულად ჩვენ რა რუსებზე რო ლაპარაკობ რუსებთან იგივე სიტუაციაა ხო რუსებს რაღაც ასპექტში კიდე მხარდამჭერები ყავს მაინც რელიგიურიდან გამომდინარე ხო რაღაც ასპექტში და პირდაპირ შემყიდულობა ბევრს აღარ ახსოვს ოსმალეთის თემა არაბეთის თემა ცოტა გაცილებით უფრო მტკივნეულია ქართველებისთვის არაბეთი მით უმეტეს არაბეთი დარჩა ოსმალეთის იმპერია თუ შეიცვალა და რაღაც ცივილიზაციისკენ წავიდა და თურქეთია და თქვა მიდის იმაზე ლაპარაკი ისტორიკებს შორის თურქებთან ჩვენ სიტუაცია პირდაპირ შეკრებულობა აღქონდა და ოსმალეთის იმპერია და ასე რომ ჩვენ ისტორიაში ჩავედიოთ სიღრმისეულად ცოტა სხვაგან წავიღოს ხო გასაგებია მაგრამ არაბეთი რაც იყო ფაქტიურად იგივე დარჩა დღეს დააკვირდი აქ ვინაა გამოსული იგივე ხალხი ვინც გამოდიოდა პირველი დღიდან ბევრი დანაჭერი მერე გამოსული ხო იგივე სიტუაცია ფაქტიურად თბილისშიც მე ძალიან მიყვარს მიკბის ამ ხალხის რომლების დღეს მის თავს უფლებას აძლევენ რომ სახში იჯდნენ ვერ ხვდები უბრალოდ მათი აზროვნებას რაზე ფიქრობენ ნახე იმ დონის მარაზმში არიან გადასული და გადავარდნილი რომ ხალხს იჭერდნენ ჯერ გზების გადაკეთვაზე მერე ზებრაზე გადასვლაზე მერე პირბადეებზე დაიჭირეს მაშინ როდესაც ასევე აკავებდნენ და აჯარიმებდნენ პირბადე რატო არ გიკეთიაო ხო ანუ ყველანაირი პროტესტი აკრძალეს და იღებდნენ პირბადეებს როგორც მტკიცებულებას დიდმტკიცებას სამმარცხვინო ანუ წარმოიდგინე ადამიანი ახალგაზრდა ან შეიძლება ბავშვობიდან ოცნებობდა პოლიციელობაზე იმისთვის რაღაც დამნაშავეს სამყაროთან ბრძოლა ხო რაღაცა იქ სკოლას გადის მე აკადემიას მთელი ამბავი იდეა და უბრალოდ მიდის და არბენიებენ თოხარიკი ცხენებით რაღაცა პირბადის თემაზე ბებიეს ბაბუებს დაძდებენ აი თვითონ რაღაცნაირად მე ამას ვერ ხვდები დედას გეფიცები ყველაზე უფრო აი თვითონ პირადი შეურაცხყოფას აი კაი ფეხებზე კიდია თუ ბიჭო შენი თავმოყარეობა უნდა გაგაშტეს ადამიანს და როდესაც შენ კაი დღეს სისტემაში ხარ ხო და ასეთი სიტუაცია ხდება საქართველოს მიწას ყიდია ესა ხალხი ჯაბან ახე ეს ის ხალხია რომლებიც მთელი პარლამენტის 100%-დან ალბათ 80% თუ არა 90 ოკუპირებულ ხასტანას კი არა ნამყოფი ხასტან ნამყოფი კი არა რუკა რომ ვიცე ვერ მოგიხაზავენ სადა ოკუპირებული და სადა არა ეს ის ხალხია რა თქმა უნდა პრეტენზია იქნება და რა თქმა უნდა უნდობლობა იქნება აბა რა იქნება ეს როგორც 2x2 4-ია, მაგრამ ხალხი აი მე მიკვირს ძალიან. მაგენი ვერ გაიტანებენ ბრძოლას, მაგას ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი. ჩვენ გავიტანთ, იმიტომ რომ ჩვენ ხარ სიმართლეა. მაგრამ ვერც აჩერებენ, ვერც აქციები გააჩერეს. აი რას კი აგრძალეს, რამე შეძლო მუშაობა. არა, ხალხი ჯდება, გამოდის, გადის ისევ. ბევრი ციხეშია სისტემა, ვერ გააჩერებენ, კათოლიკე არ გაყიდეს. იმას გენეტიკურად მე სხვისი მიკვირს. ძალიან ბევრი იმფერი ბიჭების მიკვირს, დედას მისავალ გეუნებია ცოტა აი ხელში მაქვს სახელი გვარებით არ მინდა ვილაპარაკო ისეთი ხალხი მიკვირს რომ ცოდვას ვერ ვიტყვი რომ ეშინიათ ვერ ვიტყვი ამას იმიტომ რომ ვიცი გამკეთებლები იყვნენ და გაუკეთებიათ კიდევაც ქვეყნის გულისთვისაც გაუკეთებიათ მაგრამ დღეს ასე რამ დააჩლულა და რამ გააჩუმა და ვერ ხვდები
მეტი რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი მაგრამ მოქალაქეები ძალიან ხშირად კითხულობენ რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ გამოვედით ქუჩაში ხო ხალხმრავალი აქციები მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის რომ ივანიშვილის მთავრობას დაეხია ვთქვათ უკან თუმცა შეიძლება პოლიტიკური ორგანიზება პოლიტიკური პარტიები ლიდერები სჭირდება ვიდრე არ იქნება პოლიტიკური სტრატეგია ვიდრე არ იქნება რაღაც საშუალება და იმის იმედი რომ შენ შეგიძლია მოახდინო ცვლილებები მაშინ შეუძლებელია რაღაც ყოველდღიურ რეჟიმში ასეთი ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართებოდეს ასე ფიქრობს ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობენ თქვენ რას ეთქოთ არ უყურებენ რომ ერთმანეთზე დარეული არიან სროლაზე მისვლამდე სროლითაც კი მაგრამ ამის მიუხედავად ის ბოლომდე ინარჩუნებს ამ ძალაუფლებას ცდელობა არის ფაქტი ხო ფაქტს ხო ვერ გაეცევიან რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ რამდენიც არ უნდა ამართლონ რამდენიც არ უნდა მათენაზე ვიტყვი აპრაონ ხო ფაქტია ხო ანუ ახლა რაფერ ეს ფუთული არის მწვანე არ დაპირისპირება თავისთავად არსებობს ქართულ ოცნებაში ეს ახლა ფაქტია საიდანაა მე მაგრამ თუ ლამაზად ცხოვრობდნენ და ჭამდნენ და კაფავდნენ მის ხელში ამ დრომდე ძალაუფლება ხო პოლიცია პროკურატურა სასამართლო ყველაფერია რა ან თქვენ ფიქრობთ რომ ირყევა და აპირიქით არ ძლიერდება რა უნდა აბა რა არის ახლა ერთმანეთს ნახე აბა ლამაზად იჯდნენ მანამდე და ლამაზად ჭამდნენ ჭამა არ ქვია მაგას ქვია კაფავდნენ შეიძლება ერთი კლანი ებრძვის მეორე კლანს და ძლიერდება ერთი კონკრეტული კლანი მაგალითად კობახიძის დაჯგუფება ნახე შესაძლებელია კი მაგრამ ის ფაქტი ხო არის რომ ის მხარდამჭერები რომლებიც იყვნენ იმას ხედავენ რეალურად რომ არავინ არა ხელშეუხებელი მაგრამ იცვლება არ ხდება ოცნების მხარდამჭერების განწყობები არ ხდება დღეს შენ ფული აკეთებ ხო ვიღაცას გვერდში იყო და მე ანუ ამ პიროვნებასთან ერთად ფული აკეთო იმასთან ერთად იყო და მე იმან მოკიდოს დაგიჭიროს შენ ანუ სიგიჟია ხო ანუ ანალოგიური 90-იანების კი არ მომხდარა დღეს რაც ხდება საქართველოში ასეთი არ ყოფილა უბრალოდ მე იმიტომ ვარ ცოტა გართულებული რომ ვინცი ჩუმათა აი რა სადაა ხარება სადა ყველაზე ცნობილი ხარება რომელიც გამოირჩეოდა თავისი ძალადობით ასნაირი ხალხია მიხდი ანუ ნახე არავინ არ აინტერესებს ანუ მისას გაკეთებიებენ მე ფეხებზე გიკიდებენ ამიტომ ვინც დღეს არის მის გვერდში მოხონდა დაფიქრდეს ან ის ვინც ჩუმაძის სახში და გონია რომ სუპი მაქვს სუპს ჭამ ჯერ ხომ უნდა დაფიქრდე ქართული კაცი ბიჭო სუპს რატო ჭამ ხაშლამა ჭამე ჩაკაპული ჭამე საშუალება არ გაქვს და რატო არ გაქვს სუპი რო გენატრება სუპი კი არა ჩიხირთმა უნდა მოგენატროს ჯერ ქართულ კაცს და ადამიანი რომელიც იმას აზროვნებს აი ის მეორე ფაქტორი რო იყო რომ რა ვქნაო ჩემი ოჯახი კარგათაო და ნუ რა მუშაო რა ვქნაო ვარო რა ანუ კარგად ეს მოქალაქე როგორც ჩვენ ბათუმის ქუჩაში გავქცა პასუხი ხო ანუ ის კარგად კი არა ანუ არის რა იცი აი მე არ შემეხუნდა ამშია და ამწყურია რაღაცა ხო მე კარგად მაგრამ ჩემი ოჯახი კარგადაა და იმის იქეთ არ მაინტერესებს ხო მაგრამ რა შეუხებელია ხო ხედავ რომ ყბელას ეხებიან ადამიანი მოდიოდა კონცერტიდან ესეც რაღაცნაირი დამხრევა იყო რა დაილოცა ფიზიდება რა მაგარი რამე იყო ხო რა ამ თულვითარებაში არ მაინტერესებს საერთოდ რაღაცა მაგრამ ასე შეეხება ყველას იმიტომ რომ დიქტატურის წესია ასე იმას შენ ვერ გაიქცევი როცა იქნება იმას შენ ვერ ასწრები აი მაგათ გასაგებად რო იყოს მაია ხატას კრაია ასე არაა დიქტატურაში რა მადლობა ეს ლევან ხოროვა იყო პროევროპული საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე თქვენ მოსვენით ჩვენს პირდაპირ ეთერში ეს ბათუმის საპროტესტო აქცია პროტესტის 351 დღე მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში აი მოუწყვეტ პროტესტში მონაწილეობენ მოგესალმებით გიორგი თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ გიორგი ჩხაიძე ხო გიორგი მინდა დღეს ვესაუბრები პროევროპული აქციის მონაწილეებს აი არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ ეს რა სახის საფრთხეა კონკრეტულად ის ხელშეკრულება რომელიც არის გაუმჭვირვალე არას ეჯერებს ქართული ოცნება ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ეს რა სახის საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას თქვენი ეს ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა ამ ხელშეკრულების დეტალების გატყვა არის თუ დაწერი არის რა პირობით შეიძლება შესრულდეს ამ ხელშეკრულების შესრულება რა გამოიწვევს როგორი დეტალები შეიძლება ჩაიდოს, რა თქმა უნდა, ბათუმელებისთვის არ იქნება ის სასიამოვნო სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ ეთნიკური შემადგენლობის არაბები რო ჩამოვიდეს. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რეალურად არის ის დეტალები, რა რატომ არის ეს საფრთხე შემოსევ? ჩვენ გვჭირდება რეალურად ინვესტიციები, ხო? ინვესტიციები გვჭირდება, მე კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ თანამშრომლობა არ ვლაპარაკობთ რუსეთს, რომელიც თქო ოკუპანტი ქვეყანა და გვიფრობს.
მე რა თქმა უნდა მივესალმები ყველანაირ ინვესტიციას, მაგრამ ხელშეკრულებაში უნდა იყოს ის დეტალები, რის მიხედვითაც არ მოხდება ქართული მიწის ასე რომ ვთქვათ ისე შესყიდვა, რომელიც გამოიწვევს შემდგომ პრობლემებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველა დეტალი ვიცოდეთ და ეს ხელშეკრულება იყოს საჯარო. რაც შეეხება წინააღმდეგობას, თქვენ როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის გაგრძელებას, რა რესურსებზე და რა ფაქტორებზე დღეს ამოყიდებული, შემდეგი ნაბიჯები, რამაც შეიძლება უკან დაახევინოს ივანიშვილის რეჟიმს, ამდრობდე არაფერს არ თმობს, ხო პირიქით ფიქრობს, რომ სხვა რეპრესიულ მიდგომაზე უკვე პირბადების გამოაკავებენ ადამიანებს. ხო, ეს ტიპიური რუსული სტილის სისტემაა, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ჩელებიანსკში ვართ, ეს არ გულისხმობს გეოგრაფიულ მდგომარეობას, ეს გულისხმობს იმ სისტემას, რომელიც არის რუსეთში, იმ სისტემურ წამებას, რომელსაც იყენებენ რუსული, ასე რომ ვთქვათ, წარმომადგენლები, პირბადის გაკეთება იქნება ქუჩაზე გადასვლა იქნება თუ ზებრაზე გადასვლა, ეს არის იმ სისტემური პრობლემები, რომლებიც რუსეთში არის. წინააღმდეგობის ყველაზე მთავარი პირობა არის მე 2024 წლიდან ვიძახი ერთიანობის გარეშე აქ რუსული სისტემა არ მარცხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ უბრალოდ პოლიტიკურმა პარტიებმა გაათვითცნობიერონ რეალურად რა მხელა, ასე რომ ვთქვათ, წინააღმდეგობა გვაქვს დასაწევი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს ამ სიტუაციაში და რატომ ვერ ეხერხებენ ამ ერთიანობას პოლიტიკური პარტიები? თქვენც ხართ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიაში, როგორც ვიცი, ხო? ხორცები მონაწილეობენ მოძრაობაში. ალბათ ეგოების პრობლემა არის ყველაზე დიდი, იმიტომ რომ არ არის ისეთი კონსოლიდაცია, რომელიც გამოიწვევს ასეთ დიდ წინააღმდეგობას. ვიღაც პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ მაგალითად 2024 წლის არჩევნები გაკავდა, სხვადასხვა მოქმედებებით ამას ასე ვთქვათ აბსოლუტურებენ. ზოგი პარტიის წარმომადგენლებიც არალეგიტიმურ ორგანოებში შედიან, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამ წინააღმდეგობას აწარმოებს. რომ ჩვენ ერთ მარტივ მოცემულობაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ იქით ყოფი სისტემა არის რუსული, აქეთ ვართ ჩვენ ქართველი ხალხი, რომელმაც ერთიანობის გარეშე სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და ეს წინააღმდეგობა რა თქმა უნდა გამოვხატოთ. არის ამის რესურსი დარჩენილი კიდევ რომ ეხლა ამ ეტაპზე მოხერხდეს გაერთიანება? ამ ეტაპზე ჩვენ თუ კიდევ ერთხელ გავათვითცნობიერებთ ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას, არის ის რესურსი, რომ ჩვენ ერთიანი წინააღმდეგობით გავუწევთ. სხვა ალტერნატივა არ აქვს უბრალოდ ამ პროცესში. დიდი მადლობა, ეს გიორგი ჩხაიძე იყო, მადლობა. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან არის შეკრებილი ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეები ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. მე შეგახსენებთ, რომ ამ აქციების უცვლელი მოთხოვნა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყავს ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები და სინდისის პატიმრები არის სწორედ სინდისის პატიმრების პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. ასევე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ისევ უცვლელად ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და ითხოვენ არლეგიტიმური მთავრობის გადადგომას. დღეს ამ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ვესაუბრებით კონკრეტულად არაბულ ინვესტიციებზე, იმ კუთხით, რომ ხელშეკრულება, რომელიც არსებობს ხელისუფლებას და ინვესტორს შორის არის გასაიდუმლოებული, არასაჯეროებს ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა ამ ხელშეკრულებას და სწორედ ამ კუთხით არსებულ საფრთხეებზე ვესაუბრებით პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებს. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. გვაინტერესებს მოქალაქეების აზრი. მოდით თქვენ დაგელაპარაკებთ ასე, თქვენც გითხარით. ინვესტიციებზე გვაინტერესებდა არაბულ ინვესტიციებზე, როცა არასაჯეროებს ქართული ოცნების მთავრობა ხელშეკრულებას, რაც არსებობს ინვესტორსა და მთავრობას შორის, ეს რას ნიშნავს, რა სახის საფრთხეს ქმნის? ამასთან დაკავშირებით მithunde კომენტარი არის საუბარი. ანუ არ ვიცი იმას თუ აქვს სული რომ თემაზე ჩაგეწეროთ მე არ. ანუ ის ხელშეკრულება არ არის საჯარო და ჩვენ არ ვიცით რა პირობებით შემოდიან ინვესტორები ამ ქვეყანაში, არ ფიქრობთ რომ არის საფრთხის შემცველი? მარიამ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
ხელშეკრულებების არ გასაჯაროება პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ინტერესები იციან, რომ ირღვევა, იციან, რომ გარემოს დაცვითი საკითხები ძალიან ცალსახად იქნება დაურეგულირებელი და ცდილობენ დატოვონ ეს ყველაფერი საიდუმლოდ იმისთვის, რომ როგორღაც არ მისცენ აღშფოთების რეალური საფუძველი. მათი აზრით ესე დოკუმენტი ხალხს ხელში და აი რა თქვენი საქმეა ხელშეკრულებაში რა ჩაიწერა გოგო ხაინდრავა მგուցრა ხო რომელიც ოცნების პროპაგანდისტია რას ნიშნავდა მის ეს გზავნილი და ამის გააქტიურება რომ შეიძლება იყოს საიდუმლო ის შეეხება ბიზნესს და შეიძლება არ გავასაჯაროვოთ ის ხელშეკრულება რომელიც ფორმდება ბიზნესთან აბსურდული კომენტარიც მოუყოლებია რომელიც იმდენად აბსურდული იყო რომ აღარც მახსოვს 300 წელი იყვნენ არაბებიო თბილისშიო და ამას საქართველობა ამის გამო არ დაგვიკარგავს ჩვენ ქართველობაო და ანუ არ არის საფრთხე არაფერი ისტორიის გადაწერის ჩვეულებრივი ცდელობა ისევ იმისთვის რომ და მანამდე იგივე ოცნება გვაშინებს მუდმივად იგივე ევროპასთან დაახლოებით დაიკარგება ჩვენი ქართველობაო ხო ამაზე ველაპარაკებიან ყოველდღიურად 300 წელი იყვნენ არაბები ხო ბევრი ალოგიკური რამარი ან ლოგიკას არ ექვემდებარება რა თქმა უნდა პროპაგანდის მიზანი არ არის რომ აი ახლა მწყობრად გადმოსცეს რაღაცა სიმართლე ეს არის ნახევარსიმართლეების ბრახუნი იმისთვის რომ სივრცე შეავსოს თითქოს რაღაცა არგუმენტს ეუბნება საზოგადოებას სინამდვილეში არაფერს ამბობს არ ხსნის ფენომენს და ამასობაში ამ რაღაც პირიქით ბურუსით არის მოცული ყველაფერი და ამასობაში იმედი მაქვს რომ ჩვენ რაღაცას გავხდებით, მაგრამ შეიძლება ვერც არაფერს გავხდეთ და დავკარგოთ უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვიცით რომ 3-4 წლის წინ თვითონ დიდი ზარზეიმით გახსნეს, როგორც თავშესაფარი ბევრი ფაუნის თუ ფლორის წარმომადგენლისთვის უხაროდათ ევროკავშირის დახმარებით გაკეთდა ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს მაშინ როდესაც უკვე დემოკრატიული სისტემა სრულიად არის ჩამორღვეული, მიაღწიეს ამას, რომ ჩამოაქციეს ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, ახლა უკვე მწვანე შუქი აქვთ ანთებული, აუნთეს საკუთარ თავს, ყოველგვარი უკანონობა ჩაიდინონ გრიფით საიდუმლოდ. ვერ გავიგებთ ვერაფერს ვის რა მოგება დარჩა რა ხალხი რას მიიღებს ამით ხო? ხალხი ვერაფერს ვერ მიიღებს. დარწმუნებული ხარ ამაში გვეწინასთან ხო? როგორ შეიძლება ხალხმა რამე მიიღოს, როდესაც მისი გარემო ნადგურდება და გაჩანაგდება. აქ უკვე იმთავითვე გამორიცხული არის ხალხის ინტერესი, მაგრამ ერთმანეთსაც უმალავენ ამ ინფორმაციას ცხადია ინტერესთა ჯგუფები. დიდი მადლობა ეს მარიამ ხაჯაი იყო თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. თუ წინამდებობაზე რას ფიქრობთ? როგორ ხედავთ ამ წინამდებობის გაძლიერებას და მის გაგრძელებას? თქვენი აზრით რა ფაქტორებზეა დღეს დამოკიდებული ამ წინამდებობის გაძლიერება? ვაიმე. ისეთი კითხვა. ანუ ისე უნდა გაგრძელდეს ეს აქციები ამ ფორმით უნდა მოხდეს უფრო ხალხმრავალი და ფართომასშტაბიანი აქციები პოლიტიკური პარტიების ერთიანობა ამ მნიშვნელოვანი თუ როგორ ხედავთ? მოკეთ ერთი ის ვიცი რომ ეს რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. ანუ ეს ვიცი რომ გარდაუვალია, იმიტომ რომ ის გულისტკივილი და წუხილი რომელიც ხალხშია შეუძლებელია რომ ამ ყველაფერმა არ ამოხეთქოს. ანუ ეს პროტესტი არცად არ ქრება და ისევ ხალხშია. ეს პროტესტი მართლა უცებ ვისაუბრები არა მხოლოდ აქ დგას, არამედ ზოგადად ხალხში დიდი ხანია გროვდება და აუცილებლად ყოველს თავის გზას და ამოხეთქავს და ეს უბრალოდ ერთი ფორმა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ გამოვხატოთ ჩვენ ამ რაღაცა ერთად შეკრებით, თუმცა წინამდებობას აქვს ძალიან ბევრი ფორმა. ძალიან ხშირად ის არ არის ხილული, ის აუცილებელი არ არის რომ ამ შენობის წინ იყოს. და ძალიან ბევრი ადამიანის გულებში ახლა ყოველთვის ჩემს გარშემო სულ იმაზე გვაქვს ფიქრი ახალ-ახალი სტრატეგიები როგორ მოვიწყოთ და აი ამ პროცესში აუცილებლად დაიბადება კი ძალიან ბევრი სხვა წინამდებობის ფორმა რომელიც ამ რეჟიმს გარდაუვალ და ასრულებს შეუძლებელია ხალხს ესე აწამებდე
რომ ხალხს ესე აღარიბებდა, ესე საშინლად ექცეოდა და შეგრჩეს დიდხანს. ანუ ვერ წაგუყვნენ ვერსად. რა შეგიძლიათ უთხრათ მოქალაქეებს, რა ფორმით შეიძლება გამოხატონ მათ პროტესტს თქვენი აზრით, ვინც ვერ ახერხებს თქვათ აქციებზე გამოსვლას სხვადასხვა მიზეზით? ფორმა ყველამ უნდა მოძებნეს, ხო, რაღაც თავისი რესურსებიდან და შეძლებიდან გამომდინარე და ამ წინააღმდეგობაში ყველა ფორმა თქვათ პირად საუბრებში თუ რაღაცას ეტყვიან, თქვათ იგივე საჯარო მოხელეებს ან ახლობლებს, რომლებიც ქართულსებას უჭერენ მხარს, ან წარმოადგენენ ოცნებას, ან საჯარო მოხელეები არიან, ან Facebook-ში თუ რაღაცას დაწერენ, მაგალითად, ეს არის მნიშვნელოვანი თქვენი აზრით? ჩემი აზრით, წინ აღუდგე ამ უსამართლობას სიტყვით იქნება ეს თუ საქმით თუ რაღაცა ნებისმიერი სხვა ქმედები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ანუ არ უნდა გავწყვეტ. ანუ ყველაფერი შეიძლება გქონდეს აზრი. ამ ბრძოლაში ყველა ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ საიდან შემოვერთით დღეს დღევანდელ აქციაზე, რომ არ ხედავდით ბათუმის თბილისიდან. და როგორი განწყობაა ვაშტოში ბათუმში თქვენ დაკვირვებით ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე? განწყობა იმედიანია და ბრძოლის უნარიანი და მედეგიანი და აქ ვინც დგას და ვისაც მე ვესაუბრები ამ ადამიანების გულში, ანუ რაც დავინახე, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმედი. იმის, რომ ამ ბრძოლას აქვს აზრი და შედეგიც აუცილებლად იქნება. მადლობა, თქვენი სახელმწიფო. მარიკო პენს. მადლობა. ასეთია მოქალაქეების გზავნილები პროევროპულ საპროტესტო აქციაზე ბათუმში. ეს 351 დღეა, როცა იმართება ისევ პროევროპული საპროტესტო აქცია, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქ მოვიდნენ დღესაც მოქალაქეები. ისევ როგორც თითქმის 1 წლის განმავლობაში, გასული წლის 28 ნოემბრიდან, როცა იმართება ეს პროევროპული საპროტესტო აქციები, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ ღიად განაცხადა ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების შესახებ, რაც აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში, მას შემდეგ უწყო რეჟიმში გრძელდება ეს პროტესტი, მათ შორის დღესაც მოქალაქეები მოვიდნენ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. საღამოშტებისა კეთილ თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ კეთი დოჭვირი. კეთი დღეს ვეკითხებით პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს არაბულ ინვესტიციებზე. რას ფიქრობთ ხელშეკრულებაზე, რომელზეც არასაჯაროებს ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა, რა ტიპის საფრთხებს ქმნის, როცა ამ მასშტაბით, ანუ საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციაზეა, ხო ლაპარაკი 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს ამ ინვესტიციების ფარგლებში, ხო? და ამ დროს ხელშეკრულება არის გაუმჭვირვალე. არაბულ ინვესტიციებზე. როგორ ინვესტიციაზე არის კონკრეტულად? ანუ რაც უნდა გაკეთდეს ბათუმში და თბილისში, ხო? და ამ დროს ხელშეკრულების პირობები ჩვენ არ ვიცით. ეგ რას ნიშნავს თქვენთვის და რა ტიპის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში? თვითონ ამ ინვესტიციაზე სამწუხაროდ არ ვარ ინფორმირებული, მაგრამ ზოგადად, რა ვიცი, არაბული ინვესტიციები ყოველთვის იყო, რაც ბათუმის განვითარება დაიწყო. უბრალოდ გააჩნია ვის ინტერესებში შედის კონკრეტული ინვესტორების შემოყვანა, იმიტომ რომ ზოგადად არაბული ინვესტიციების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მე როგორც მოქალაქეს და როგორც ბიზნესში ჩართულ ადამიანს, მაგრამ რა თქმა უნდა რა პირობებითაც ხდება ინვესტიციების ჩადება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინდებს საქართველოში დღეს როცა ქვეყანა არის აბსოლუტურად უპერსპექტივო მდგომარეობაში ცოტათი ეჭვებს იწვევს, იმიტომ რომ მაშინ როცა შეიძლება არ დაუცველი იყოს ინვესტიციაც, ხო თითქმის პრობლემა შეექმნება. ყველაზე კარგი ინვესტიციები, კარგი ინვესტორებისგან იდება მაშინ, როცა ქვეყანა არის სტაბილური განვითარების ფაზაში, პროგრესირებს და ინვესტორის უფლებები არის მაქსიმალურად დაცული და მე მგონია, რომ საქართველოში ამ ეტაპზე საერთოდ არ არის ეს მდგომარეობა და სავარაუდოდ რაღაც პირად შეთანხმებებს აქვს ადგილი, რადგანაც მსგავსი გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები არსებობს. მადლობა, ეს კეთი დოჭვირი იყო, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. გადახვდა 5 ლარი. ახლა ვიღაცამ დადო 90 ლარი. ოთ კიდევ ერთ მოქალაქეს მოусმინოთ ასევე ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
გიორგი მოგესალმებით, ვიდრე გაგესაუბროთ შეიძლება გიორგი ქამადაძე. გიორგი, დღეს ვეკითხებოდით და თქვენც მინაკითხოთ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს არაბულ ინვესტიციებზე. თქვენ რას ფიქრობთ ამ ინვესტიციებზე? მაშინ როცა ხელშეკრულება რაც არის ბიზნესმენსა და ანუ ინვესტორსა და ქართული ოცნების მთავრობას შორის არის არასაჯარო გაუმჭვირვალე და ჩვენ მოვისმინეთ ოცნების პროპაგანდისტის გოგა ხაინდრავა ამბობდა რომ რას ეჭირვა ხო თქვენ იცოდეთ რაზე შეთანხმდა ინვესტორი მთავრობასთან ხო რომ აშენდება ნახავთ მოგესალმებით თქვენს მაყურებელს ხო რა თქმა უნდა გაუმჭვირვალობა დაფარულობა კითხვით ნიშნები და მავნებლობა რუსული ოცნების ხელწერაა და ამიტომაც ხსენიან ესე ალბათ ზოგადად ორჯერ 4-4-ია რომ ქვეყანაში შემოსული ინვესტიცია რა თქმა უნდა არის კარგი, ოღონდ თუ ის იქნება ნამდვილი ინვესტიცია და იქნება გამჭვირვალე და იქნება ისე გამოყენებული რომ ქვეყანას არ მიადგეს რაიმე ზიანი. ამ შემთხვევაში როცა ჩვენ ქვეყანაში არანაირი ინსტიტუტი აღარ მუშაობს ფაქტობრივად არც უნდა მუშაობდეს და ვართ ამ სიტუაციაში რეპრესიებისა და პოლიტპატიმრების რაოდენობა თვითონ იზრდება ამ სიტუაციაში ეს შემოსული ინვესტიცია კიდევ ერთი ალბათ ინსტრუმენტი იქნება რეჟიმის ხელში თავისი ძალაუფლების გასაფიქსებლად და ალბათ თავისი რეალის სარგებლის მიზნებისათვის და არ გჯერათ რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც რეალური ინვესტიცია რამაც შეცვალოს რაღაც ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური შემოსავლები თქვით მოქალაქეების ხო არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამ ვითარებაში წარმოუდგენელია ის რასაც ამბობს დღევანდელი ელექტრონული ხელისუფლება მას დავეთანხმო და რაღაცაში მიგავყვეთ რომ ეს იქნება ნამდვილად ქვეყნის წარმატება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ ცალსახად ქვეყანაში შემოსული ინვესტიცია მეტყველებს როცა ამ ხელა ციფრებზეა საუბარი რა თქმა უნდა კარგი იქნება და ოღონდ ნორმალურ სიტუაციაში თორე თუ აქედან ამ ინვესტიციიდან მორიგი 600 მილიონს წაიღებს მოქმედი პრემიერი თუ შემდეგი ჩინოვნიკი და ასე შემდეგ და ვიღაცებს სახში ოქროს სამარხები აღმოაჩნდებათ ან კიდე უცხოურ ბანკებში და მე კრიპტოვალუტაში კიდე მილიარდებს ერთმანეთს მოსთხოვენ ამ შემთხვევაში არანაირი გავლენა არ ექნება პირიქით ეს უფრო გაზის ამ ქვეყანაში განსხვავებას მოქალაქეების შემოსავლების შორის კიდევ უფრო გამდიდრდებიან და გაზრუნდებიან დღევანდელი ჩინოვნიკები და მათზე მიმული წურბელები და მოქალაქეებსაც ეს რეალურად არაფერს არ მოწევს გარდა იმისა რომ იქნება ის კიდევ ერთხელ ფასების მატება როგორც ეხლა ამ სიტუაციაში თითქოს ამაზე არავინ არ საუბრობს მაგრამ რეალურად რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პირდაპირ ასახულია თუნდაც ელემენტარული პროდუქტის ფასები რომ დავაპირდეთ თვითონ როგორ მატულობს იმ პირობებში როცა საშუალო სტატისტიკური ქართული სანაცვლეურება არ მატულობს არანაირად და იზრდება პროდუქტების ფასები. ეს რა თქმა უნდა ქვეყნისთვის და საშუალო ფენის მოქალაქეებისათვის არის მავნებელი და ძალიან მძიმე ტვირთი. თუმცა ამას რატომაც თითქოს არავინ არ ახსენებს აპიშილებლად, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი პრობლემაა ელემენტარულად ფასები რო გადახედოს ბაზარში. ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც მე შევადარე კიდევაც ერთხელ იგივე ვთქვათ გერმანიის ვთქვათ ფრანკფურტის მაღაზიებში პროდუქტის ფასებს, ბათუმის პროდუქტის ფასები ბევრად უფრო დაბალი იყო გერმანიაში ვთქვათ ფრანკფურტში იგივე ბრინჯის ან შაქრის ან სპაგეტის ფასები ვიდრე ბათუმში. ასევე საფრანგეთში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. კი, მაგას შეგეთანხმებით, ხა მეც ამოდენიმე სიახლეებს გავეცანი ანალოგიურს და ჩემი თვალითაც მქონდა მაგის საშუალება, მაგალითად ლატვიაში რო ვიყავით, იქაური ფასები თითქმის არის ტოლი ჩვენი ბათუმის ფასების, იმ პირობებში, როცა მათი შემოსავალი 10-ჯერ და ალბათ უფრო მეტჯერ მეტია მოქალაქეებისა და ჩვენთან ეს ამის შედარება არც კი შეიძლება. ფასები არის გადაკონვერტირებული ჩვენს ვალუტაზე, ბათუმის ფასები იყო იგივე ევროპულ ქვეყნებში. სხვა ქვეყნების ანალოგია. რა თქმა უნდა, იქაც არის ძვირიანი პროდუქტები, მაგრამ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს მაღალი შემოსავალი, ძალიან ხელმისაწვდომია პროდუქტები, რაც აი ხო კორუფციას ვებრძო ახლა ქართული ოცნების მთავრობა გვეუბნება. ეს რას ნიშნავს? თქვენ როგორ იგებთ? თქვა ის ფაქტები, რაც ახლა ჟღერდება პროკურატურის მიერ, რომ იმას წაუყენეს ბრალი ამას. თქვენ ხულოს მერის თანამშრომლებსაც წარუდგინეს, ხო ბრალი და მასაც კი მიედავენ თანხის მითვისებაზე, დაუფლებაზე. ეს რას ნიშნავს? რა სქემით და რამდენად მასშტაბურია ეს კორუფცია ქვეყანაში თქვენი აზრით? ხო, ჯერ თავიდან დავაფიქსირე იმას, რომ არანაირი კორუფციის ნამცევრა არ მიმდინარეობს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ აი უახლოეს შემთხვევაში დავიხსენებთ, ისე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რა ვიცი, კოლოსალურ თანხას ედავებიან და თავისუფლად არის არის საპატიო დაწესებულებაში მასში, როდესაც ადამიანების სამედიცინო პირობების გამო და ელემენტარული რაღაცა პროფესიის გამოხატვის გამო საპრობილეებში ადგილებიც აღარ ჩება მგონი ისეთ სიტუაციაში ვარ. სწორედ ეს ყველაფერი რომ შენიხული აქ კორუფციასთან ბრძოლაში და ბრძოლის სახელით არის ანუ სინამდვილეში არ ებს კორუფციას თქვენი აზრით ქართული ოცნება. ერთი კორუფციონერი მეორე კორუფციონერს ებრძოლეს წარმოუდგენელია, ხო? თან ეს ხო რაღაცა ისე არ მოხდა, რაღაცა ერთ დღეს არ გავკვეთებია ამდენი ფული ამ ადამიანს, მთელი სისტემური პრობლემაა, ამდენი ხანი რაც აგროვეს ეს მოპარული ქონებები, ეხლა დროა რომ ბატონთან მიიტანონ თავიანთი წილები ალბათ.
ნუ ყოველი შემთხვევაში გარედან სხვა აზრი არ აქვს. არა, ხომ ჩაის ასევე ისიც რომ აქ უკვე ფულს აკეთებენ ადამიანები არა მარტო სამინისტროების დონეზე მაგალითად, ხო? არამედ ხულოს მერიაში პირობითად, ანუ თითქმის ყველა რგოლში არის კორუფცია, ესე გამოდის? კი, როდესაც სისტემა არ არის გამჭვირვალე, როდესაც არ მუშაობს ინსტიტუტები, რომლებიც უნდა აკეთებენ ახორციელებენ მონიტორინგს, თუნდაც ელემენტარული ტენდერები, სახელმწიფო შეწყვილები, ვიცით ხო? მაგალითად არ მახსოვს რომელი პერიოდი იყო ხელვაჩავში, ოცნების ქალაქში ელექტროდებულში, ახალი პროექტის წარდგენაზე, რო ჩავიხედეთ ფასებში 300,000 ლარამდე დაჯდა პრეზენტაცია. ისეთ ხარჯებია გაწერილი, რომლებიც აი მაგალითად თქვენ რომ ეხლა ლაივის აწარმოებთ მაგალითად შეუძლია დიდ ნაუდიტორია მიხილოს ძალიან პრობლემის გარეშე, ანალოგიური ლაივის განხორციელებაში თუ არსებობთ 11,000 ლარი ქონათ გაწერილი. სულ რაღაც ნახევარსაათიანი პროგრამა და თან კარგად გვახსოვს მაგ პრეზენტაციის შემდეგ როგორი ტრაგედია დატრიალდა იმაში. ანუ ეს ელემენტარული ხობეც კი არ შემოავლეს იმ ტერიტორიაზე, მოსახლეობის ზონა ყოფილიყო დასწრილი და ორი არასრულწლოვანი დაიღუპა დაუდევრობის გამო. და არავის პასუხი არ უგია, რაც თავარია, ხო? არც პოლიტიკურად, არც სამართლებრივად. მაშინ როცა სამართალდამცავი თუქები და ეუბნენ ნამდვილად კრიმინალს და კანონდარღვევებს, მათი ერთ-ერთი მიზანი არის, რომ როგორმე რუსთავაზე პროტესტის მონაწილეებმა ქუჩა არ გადაკეტონ, ვინმე ხმა არ ამოიღოს და ასე შემდეგ. და ეს არის მაგრამ აი თითქოს ამ კორუფციას ბრძოლით რას მიაღწევს ივანიშვილი და ქართული ოცნების დაჯგუფება, ივანიშვილის დაჯგუფება, საითკენ მიდის თქვენი აზრით ქართული ოცნება? სავარაუდოდ ხდება თანხების ამოღება, ოღონდ ამოღება არ აქვს სასარგებლო ბიუჯეტის, არამედ ისევ და ისევ ოლიგარქის სასარგებლო პირველ რიგში ეს არის და მეორე რიგში არის რომ ის ვინც ამ სქემაში არის ჩართული, ყველა რო იყოს განსაკუთრებული შიშის დასწრების ქვეშ, რომ აი აჩვენებს, რომ აი ნახეთ იცით რა, აი ეს ადამიანიც ასე იყო, მაგრამ დღეს რა სიტუაციაში ყავს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ გამოკვდან საპრობილეში. ამით უკვე ყოველგვარი შანსს უსპობენ რომ თქვა რაიმე რაღაცა განსხვავებულად არ იფიქრონ, არ განუდგნენ, არ ჩაეხნან. ანუ ბოლომდე ცდილობენ რომ შეიწრიონ ეს მონაწილეები ისეთ ჭაობს, საიდანაც გამოსვლას ვერც კი გაბედავენ და შესაბამისად ეს შეუქმნის სიმყარეს არსებულ რეჟიმს, იმიტომ რომ რაც მეტი კორუმპირებული და დამნაშავე ადამიანი ყოლება ირგვლივ, მით უფრო მეტი არის კი რომ ეს რეჟიმი შეინარჩუნოს რეჟიმი. დიდი მადლობა გიორგი ქამადაძე, მადლობა გიორგი. ქონსმენდით ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ პოზიციებს ბოლო პოლიტიკური პროცესთან დაკავშირებით. ეს ბათუმის საპროტესტო აქცია 351 დღე, როცა მოქალაქეები განიცემენ ქუჩაში და ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლებას. ისე უცვლელია მოთხოვნა ხელახლა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯირიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით.